არანაკლებ დიდი უბედურება იყო ჩვენთვის, რომ გაიხსნათ საზღვრები. და ყველა გადის გარეთ და ხედავს როგორ ცხოვრობენ ის ხვები. და ამან ჩვენი უბედურება გააღრმავა. ეს არის ის შური, სადაც ამოვიდა. სოზარ სუბარმა განაცხადა. ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართულ ხალხზე, რომ მისთვის ვიზა ლიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარისხმა, რომლის ჩვენთვის თავმოხვევასაც Deep State-ი ცდილობს. სინამდვილეში ევროკავშირი არის ის სივრცე, სადაც ყველაზე მეტად იქნება დაცული ჩვენი სარწმუნოება. ევროკავშირის არცერთ დოკუმენტში არ არის მოთხოვნა გეი ქორწინების შესახებ. არსად არ თხოვენ ბავშვებში LGBT პროპაგანდას. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში LGBT პროპაგანდა ბავშვებში აკრძალულია. გეი ქორწინება კი არ არის ლეგალიზებული. სოზარ ყოველი მეორე ბავშვი ქვეყანაში, რომში მშილობს და ბავშვებში სიღარიბე ისტორიულ მაქსიმუმს 27%-ს მიაღწია, აი ეს არის ჩვენი ეროვნულობის და სარწმუნოების საფრთხე. სოზარ 700,000 ადამიანი რომ სოციალურად დაუცველი გვყავს, აი ეს არის ჩვენი ეროვნულობის და სარწმუნოების საფრთხე. ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი შობადობა რომ გვაქვს ქვეყანაში და ერინადგურდება, ესეც Deep State-ის ბრალია? ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება რომ გვყავს ბოლო ათწლეულებში და მილიარდები იხარჯება პრემიებში, ქრთამებში და ნეპოტიზმში, ესეც Deep State-ის ბრალია? სოზარ ბოლო 4 წელში მილიონამდე ადამიანი რომ წავიდა ქვეყნიდან და აიძულეთ სამშობლო დაეტოვებინათ. ეს არ უქმნის ჩვენს ეროვნულობას და სარწმუნოებას საფრთხეს? ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა კოშმარმა არ იკმარა სოზარ სუბარის განცხადება და პაპუაშვილმა დაამატა. ეს რაიმე ღვთიური მანანა არის? ეს უვიზო მიმოსვლა? ბატონო შალვა, თქვენ შვილებს და ოჯახის წევრებს არ ვიცი რამდენად შეექმნებათ პრობლემები, მაგრამ 100,000-ობით ქართველს, რომელიც სამუშაოდ, სასწავლებლად და სამკურნალოდ არის წასული, ნამდვილად შეექმნებათ პრობლემები. ხალხნო, ათეისტი ივანიშვილი სარწმუნოებას ამოფარებული ჩვენ შვილებს და ქვეყანას მომავალს უკლავს. ჩვენ თუ არ ამოვიღებთ ხმას, ვერავინ გვიშველის.